ზაზა მოგესალმები. მშვიდობისა. პირველ რიგში როგორც ყოველთვის მნიშვნელოვან სამედიცინო თემას ვეხებით და მოდი დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ იმით, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხელება დაკავშირებული ტემპერატურასთან, როგორ უნდა ამოვიცნოთ ის და როგორია ეს მდგომარეობა ხო, დაკავშირებული მედიკამენტთან. ცხელება დაკავშირებული, ხო, მედიკამენტთან. და ზოგადად რა არის ეს წამლისმიერი ცხელება, რა განმარტოთ ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ და ბევრისთვის გასაკვირი. Drug fever ესე ქვია, ანუ წამლისმიერი ცხელება, გნებავთ წამლისმიერი ტემპერატურის მატება. ანუ ეს არის რეალურად ტემპერატურის მატება, როდესაც ტემპერატურის მატება არ არის დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან, მაგალითად ინფექციასთან, ანუ ინფექცია არ დასტურდება და შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს და მოდით აი ეხლა თან ხედავთ მომზადებულ პირველ სლაიდს მიერ მექანიზმი, 4 მექანიზმი არსებობს, რა მექანიზმითაც კონკრეტულმა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მატება. ეს არის პირველი, ყველაზე ხშირი ჰიპერსენსიტიული სინდრომი, ეს არის იმუნოლოგიური მექანიზმი, მესამე ტიპის რეაქცია, როდესაც ყალიბდება ანტიგენ ანტისხეულზე დაფუძნებული, ანუ ეს არის იმუნოლოგიური მექანიზმი, ჩვენს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული. ეს აცრებს რომ ვიკეთებთ და მაგ დროს შესაძლებელია აი ერთ-ერთი ახსნა, რომ აცრის დროს შეიძლება ტემპერატურა ჰქონდეს ადამიანს, ზუსტად ეს არის, ანუ ანტიგენ ანტისხეულზე დაფუძნებული მექანიზმი, რომლის დროსაც ხდება პიროგენების, ანუ ენდოგენური პიროგენების, ეს არის ცილა, რომელიც მისი გამოსტყორცნა ხდება, როგორც ეს არის ინტერლეიკინ 1 ან ტუმორ ნეკროზის ფაქტორი და ამ პიროგენების გამოტყორცნით, ასე ვთქვათ, გამოთავისუფლებით ხდება ტემპერატურის მატება, ანუ ადამიანში ხდება ტემპერატურის. ეს ჩვენი ორგანიზმის რეაქცია რეალურად, იმუნოლოგიური რეაქცია ორგანიზმის. მეორე მექანიზმი ეს არის თერმორეგულაციის დარღვევა. არის მედიკამენტები, ეგრეთ წოდებული ანტიქოლინერგული მედიკამენტები, რომლებიც მაგალითად აკავებენ ოფლის გამოყოფას. ოფლის გამოყოფის შეკავებით ხვდებით ალბათ რა ხდება, ამ შემთხვევაში მეტაბოლიზმი, ასე ვთქვათ, ნელდება, ოფლის გამოყოფა, ანუ მცირდება და შესაბამისად ხდება სითბო შეკავება ორგანიზმში, ორგანიზმში სითბო შეკავებით ხდება ტემპერატურის მატება. ეს მეორე მექანიზმია. მესამე მექანიზმი ეს არის ეგრეთ წოდებული ფარმაკოლოგიური ეფექტი, რომელიც აი მაგალითად გასაგები რო იყოს ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, როდესაც აი სიმსივნის დროს გამოყენებული მედიკამენტები სიმსივნურ უჯრედებს შლიან და ციტოლიზი ქვია ამას და სიმსივნური უჯრედების დაშლით ასევე გამოთავისუფლდება ეს პიროგენები. ეს არის ის ცილები, რომლებიც უწყობს ტემპერატურის მატებას ხელს და მეოთხე მექანიზმი ეს არის ეგრეთ წოდებული იდიოსინკრაზიული მექანიზმი, ეს რას ნიშნავს? მეცნიერულად დადასტურებული არ არის წამალზე, რომ მან შეიძლება ცხელება გამოიწვიოს, მაგალითად ადამიანმა აიღო ანოტაცია, ანოტაციაში კითხულობს გვერდით ეფექტებს, არ წერია ესეთი არაფერი. მაგრამ ეს არის იდიოსინკრაზიული მექანიზმი კონკრეტულ ადამიანზე, ეს არის გენეტიკური ტიპის წინასწარ განწყობა. ასეთი ტიპის ადამიანებს გარკვეულწილად გარკვეული ტიპის ფერმენტები აკლიათ, რომელი ფერმენტიც პასუხისმგებელია მაგალითად წამლის, ასე ვთქვათ, დაშლაზე და წამლის მოქმედებაზე. აი ესეთი და ამას ერთ-ერთი მაგალითი არის, როგორც ხედავთ, ეგრეთ წოდებული ავთვისებიანი ჰიპერთერმია, რომელიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხოლმე მაგალითად ანესთეზიის დროს, აი ზოგადი ანესთეზიის დროს, გაკეთდა ანესთეზია და უცებ წამოვიდა ცხელება. ეს არის ეგრეთ წოდებული ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ეს არის 4 მექანიზმი, რომელიც მინდოდა ამეხსნა მაყურებლისთვის, თუ რა მექანიზმით შეიძლება გამოიწვიოს წამალმა ცხელება. ეხლა მოდით ჩამოვთვალოთ კლასიკური მაგალითები, თქვენს ალბათ შეკითხვას გავასწრებ, ანუ რომელია, ხო, ყველაზე ხშირი ყველაზე გავრცელებული, ხო, რომლებიც იწვევს ასეთ რეაქციას კლასიკურად, მაგრამ ბოლოს ასევე მინდა ვთქვა სხვა პრეპარატებიც, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ყველაზე მეტი პოტენციალი რომელსაც აი ვხედავთ 4 დაჯგუფებას, ეს არის ანტიბიოტიკები, უპირატესად ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, მაგალითად პენიცილინები, ცეფალოსპორინები,
ვანკომიცინი და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული გულსის ძარღვთა მედიკამენტები, კარდიოვასკულარული მედიკამენტები, ანტიკონვულსანტები, ეს არის ეგრეთ წოდებული ნევროლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაგალითად გულყრების დროს და ასევე სხვა მედიკამენტები, როგორიც არის ქიმიოთერაპიული საშუალებები, სოკოსაწინააღმდეგო მედიკამენტები, ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე ხშირი. აი ამ მედიკამენტებისგან ცხელება როგორი ტიპის ადამიანმა შეიძლება მიიღოს? მას რაიმე თანმდევი სხვა დაავადება უნდა კონდეს, რაიმე გენეტიკური განწყობა უნდა კონდეს? იმ 4 მექანიზმიდან ერთ-ერთი. აი რაც ჩამოვთვალე, ეს შეიძლება იყოს იმუნოლოგიური მექანიზმით განპირობებული, ეს შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური მექანიზმით განპირობებული, ან აი 4 მექანიზმიდან ერთ-ერთი. შეგვიძლია განსაზღვროთ, ვთქვათ, რა ტემპერატურაზეა საუბარი ამ შემთხვევაში? შეიძლება ეს იყოს სუფებრილიტეტი ან ჰექტიური ცხელება. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ცოტათი მატება ტემპერატურის, ანუ 37-დან 37.5-მდე, ან უფრო მაღალი. ანუ ეს ინდივიდუალურია. როგორია უკვე ალბათ დიაგნოსტიკური ნიშნები და მკურნალობა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა. ზოგადად ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კლინიკურად ასმადი, ასე ვთქვათ, პრობლემა, კლინიკური დიაგნოზი გარკვეულწილად და ვაჩვენოთ მესამე მომზადებული სლაიდი. ძალიან რთულია საერთოდ ამ დროს დასვა დიაგნოზი. აი ძალიან მნიშვნელობა აქვს ამას, აი კლინიკურ დიაგნოზად, იმიტომ აღვნიშნე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ანამნეზს, მონათხრობს, როდესაც ექიმი ეკითხება, რამეს ხომ არ იღებ და ასე შემდეგ. ანუ ამაზე დაფუძნებულია. ესე იგი ახლა ჩვენ თუ გვიყურებს ადამიანი, რომელსაც რაღაც პერიოდების განმავლობაში აქვს ხოლმე მაღალი ტემპერატურა და ვერ გამოიკვლია, არ აქვს ანთებითი პროცესი, არ აქვს ინფექცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გამოკვლეულია, შესაძლოა უკვე კითხვის ნიშანი არის ძალიან ხშირად ასეთ ტემპერატურას უკავშირებენ ხოლმე იგივე ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და მაშინ, როდესაც არ არსებობს დიაგნოზი და პასუხი თუ რატომ შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს სიცხე, ხშირად მიდიან ხოლმე დასკვნამდე, რომ ეს არის ემოციური ფონი. ხო, ეს ემოციური ფონი აი თერმორეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებულია. თერმორეგულაციის დარღვევის აი ეს ანტიქოლინერგული მდგომარეობა, მათ შორის ეს შესაძლებელია იყოს პირობითად აი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებთან დაკავშირებული, როდესაც ხდება ფარისებრი. ხო, ამ ჰორმონებთან დაკავშირებული. შეიძლება მედიკამენტებთან ეს არაფერ კავშირში იყოს, მაგრამ მე გამიგია და ბევრსაც ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზოგადად ატარებენ ესეთ მაღალ ტემპერატურას. ანუ არა 36 და 5 დაუშვათ. აქვთ 27-27.5 და ეს მათთვის ნორმაა თითქოს. ეს შესაძლოა, რომ ნამდვილად ნორმად ჩაითვალოს თუ აქაც რაღაც მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც თავის შედეგს პოვებს. ბოლო წლების განმავლობაში უნდა აღინიშნოს, შეიძლება ეს თქვენთვის გასაკვირი იყოს, მეცნიერულად რომ გადავხედოთ, 37 და 3 არ ითვლება ტემპერატურა. ანუ 37 და 3-მდე ტემპერატურა ითვლება ნორმალურად. არა და მე 37-ზე უკვე ვკვდები. არიან ადამიანები, რომლებიც 37 და 3-ზე ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ მეცნიერულად, 37 და 3-მდე ითვლება ნორმად ტემპერატურის, თუმცა შენ შეკითხვაზე პასუხი ესეც ასევე დაკავშირებულია ზუსტად აი თერმორეგულაციასთან. ჩვენ რომ პირობითად ადამიანის ტემპერატურა გავზომოთ, პირობითად ვიძახი რომ გასაგები იყოს ფიზიკური დატვირთვის დროს, აი ძალიან ფიზიკურად როდესაც დატვირთულია. ამ შემთხვევაში ცდილობს ორგანიზმი რომ დაარეგულიროს ტემპერატურა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება მომატებული. ამიტომ აი თერმორეგულაციასთან არის კავშირში. დიაგნოსტიკური ნიშნები ვთქვათ, აი დროითი კავშირი. ჩვეულებრივ ვითარდება წამლის დაწყებიდან 7-10 დღეში. თუმცა შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან კვირაშიც. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი. კლინიკური სურათი პაციენტი ხშირად გამოიყურება ზედმეტად კარგად. ანუ თითქოს ეს ხო, თითქოს არ აწუხებს ზედმეტად კარგად, ხო? არ აწუხებს ეს მაღალი ტემპერატურა. გამოიყურებოდნენ ზედმეტად კარგად. რაღაც დავეძებ. ხო, აი ფაგეს სიმპტომი არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ბრადიკარდია ტემპერატურის მიუხედავად. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ტემპერატურის დროს ტაქიკარდია, ანუ გულის მუშაობა ჩქარდება და ამ შემთხვევაში აი ერთ-ერთი ტიპიური დამახასიათებელი ნიშანი წამლისმიერი ცხელების არის, რომ ტაქიკარდიის ნაცვლად ბრადიკარდია აქვს, ხო? პულსის შენელება. უფრო მცირე არის.
და ნუ აი ლაბორატორიულად შეიძლება მიგვანიშნოს სისხლში ეოზინოფილების მომატება ან ლეიკოციტოზი შეიძლება იყოს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ რა თქმა უნდა ლეიკოციტოზიც ერთ-ერთი შეიძლება ინფექციის მარკერიც იყოს. ანუ ამიტომ მარტო ლეიკოციტოზით ესე ვერ ვიტყვით, რომ წამლის ცხელებაა და მკურნალობა და მართვა, ნუ რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი არის ეჭვის მიტანა, რომ ჩვენ ეჭვი მივიტანეთ, რომ რაღაცა წამალი ხომ არ არის დამნაშავე და მისი გაჭერება. რეალურად პრეპარატის შეწყვეტა და წამლის მოხსნიდან ტემპერატურა ჩვეულებრივ 72 საათში ნორმალიზდება, ან შეიძლება ძალიან იშვიათად დასჭირდეს რამოდენიმე დღე. და თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, გამოიყენება გაგრილება, ფიზიკური გაგრილება, ან რა თქმა უნდა ანტიპირეტიკები, ანუ ცხელების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ზაზა, საინტერესოა ეს ნებისმიერ ასაკში იგივენაირად შეიძლება შეგვხვდეს, თუ აქვს დაუშვათ მნიშვნელობა, მცირეწლოვანია, ზრდასრულია. ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს მსგავსი რეაქცია, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს წამლისმიერი ცხელება და თუ ჩვენ დრო დაგვჭა ბოლოს ჩვენ დავასახელეთ წამლები, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია და რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება გახდეს ერთგვარი ტრიგერი ამ ტემპერატურის, მაგრამ თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერ წამალს აქვს პოტენციალი იმისა, რომ მოგვცეს ეს შედეგი. კი და ამაზე პასუხი არის მეოთხე სლაიდში და ვაჩვენოთ თუ შეიძლება ნებისმიერ წამალს შეიძლება და აი მაგალითისთვის მოვიყვანე ანტიჰისტამინები. ანუ მე ხო გითხარით 4 მექანიზმი და პირველი მექანიზმი ჰიპერსენსიტიული სინდრომი, ანუ ეგრეთ წოდებული ალერგიული რეაქციაა, ხო? და შესაბამისად თუ ალერგიული რეაქცია, ანტიჰისტამინი, ანუ ალერგიის წამალი უნდა გშველოდეს და შეიძლება ანტიჰისტამინმაც გამოიწვიოს წამლისმიერი ცხელება და აი აქ მექანიზმი, რა მექანიზმით შეიძლება გამოიწვიოს და ანტიჰისტამინის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერმა წამალმა შეიძლება ასეთი რამ განაპირობოს. ეს რა მექანიზმია? ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქიმიური ნივთიერება, ანტიჰისტამინიც, როდესაც ჩვენ მივიღებთ, ჩვენმა ორგანიზმმა შეიძლება აღიქვას როგორც უცხო ანტიგენი და ჩაირთოს ის მექანიზმი, ანტიგენ, ანტისხეულის მექანიზმი და პიროგენების გამოთავისუფლება მოხდეს ამ შემთხვევაში. ანუ იმუნური კომპლექსით მიმდინარე. ანუ ანტიგენი არის ჩვენი ორგანიზმისთვის უცხო სხეული და ამაზე დაიწყოს რეაქცია იმუნოლოგიური. ანუ აი შეიძლება გასაკვირია, მაგრამ ასე. მეორე მექანიზმი, ანტიქოლინერგული ეფექტი შეიძლება მოგვცეს ანტიჰისტამინმა, ძირითადად პირველი თაობის ანტიჰისტამინებმა იცის ეს, როდესაც აი ეს ოფლის გამოყოფა ფერხდება, სითბოს გაცემა ფერხდება და ამის გამო მატულობს ტემპერატურა და აი მესამე რაც მთავარია, დამხმარე ნივთიერებები. ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტებში გვხვდება დამხმარე ნივთიერებები, ეს არის საღებავები და კონსერვანტები. ამას იმიტომ გვხვდება ეს ნივთიერებები წამლებში, რომ წამალი იყოს სტაბილური. ერთის მხრივ წამალი ვადა შეინარჩუნოს, რომ არ გაფუჭდეს. შესაბამისად, აქ მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ საღებავი და კონსერვანტებით წამალი ცუდია, ყველა წამალში არის. აი ზუსტად ამ საღებავებმა და კონსერვანტებმა შეიძლება განაპირობოს ზუსტად ის, რომ წამალზე, კონკრეტულ წამალზე, კონკრეტულ ადამიანს დაემართოს წამლისმიერი ცხელება. შესაბამისად, მოკლედ რო ვთქვათ, თუ ადამიანს აწუხებს ცხელება, ტემპერატურის მატება და ვერ ხსნის და ვერ აიხსნა ეს რიგი გამოკვლევებით, არ აქვს ადამიანს არანაირი ინფექციის მარკერი და არანაირი ინფექციის ნიშანი. ამ შემთხვევაში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი, ხომ არ არის კონკრეტული რაღაცა წამლისმიერი ცხელება და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამორიცხვის მეთოდით, ანუ პრეპარატის გაჩერებით, ან პირობითად შეიძლება თუ გაჩერება არ შეიძლება პრეპარატის რა თქმა უნდა ექიმთან კონსულტაციის გავლით, პრეპარატის შეცვლით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს. მოკლედ, რაც მთავარი ამ ყველაფერში გავიგეთ, ის არის, რომ მთავარია მივიტანოთ ეჭვი. შემდეგ უკვე ყველაფერს გააკეთებენ პროფესიონალები.